კარგი. როქნა, კიდე თავი უნდა დავიწყო. ჩუაის მაგიდაზე ავიდეთ. ფული იყო ძალიან შრომატევადი პროცესი იყო აბიტურიენტობა. ერთი საათიც კი არ მქონია თავისუფალი დრო და შედეგი მივიღე ის, რომ პირველივე მეწერა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და პირველივე იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. დღეები კარგიც იყო და ძალიან დატვირთულიც იყო, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი პერიოდი ყოფილა, რომ შევსულა უნივერსიტეტში, იქიდან საღამომდე ვეღარ გამოსვალი, შრომატევადი იყო ძალიან, მაგრამ სასიამოვნო პროცესი იყო ჩემი პროფესიის სწავლა. სტუდენტობისთვის დადებას ეს იყო რაღაც პერიოდი, როდესაც ერთი საფეხურიდან გადადიხარ მეორე საფეხურზე, უნდა დამეტოვებინე სოფელი, ოჯახი სწავლობდი და უნდა გადმოსულიყავი ქალაქში მარტო საცხოვრებლად. რაღაც სიხარულიც იყო, ცოტა შიშიც იყო. მაგრამ ყველაფერი კარგად ჩაიარა, დღეს სტუდენტი ვარ, სწავლობ მეოთხე კურსზე და ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, რაც მართლა ვიწვალი აბიტურიენტობის პერიოდში, ღირდა ამათ. იმ პერიოდში დამემთხვა ყველაფერი. მე-12 კლასში გამიჩნდა შეყვარებული, მან ჩემი მეუღლე, მე-12 კლასში ვემზადებოდი ინგლისური, ქართული უნარები. მომივიდა მესიჯი, რომ ჩავაბარე გამოცდები და მოვხდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მეორე თუ მესამე დღეს გავთხოვდი. მოხდა ისე, რომ დავიწყოთ ერთად ცხოვრება და გადავწყვეტეთ ერთად გვეცხოვრა. და მერე გაჩნდა ალექსანდრა, რომელმაც სულ გადაასხვანეირა ორივე ცხოვრება. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ სტუდენტობის პერიოდში გავთხოვდებოდი. დღესაც ჩემს მეუღლეს, ჩემს პატარა ოჯახს რო ვუყურებ და ალექსანდრეს პირველ რიგში, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ჩემი შვილია და მე დღეს დედა ვარ. იმიტომ რაღაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ისეთ პატარა ასაკში გავხდებოდი დედა. მაგრამ ალბათ ყველაფერი უფლისნება იყო. მოკლედ, ეხლა ჩვენ მივდივართ უნივერსიტეტში. გამოცდების ჩაბარება ვერ მოვახერხე თავის დროზე, ალექსანდრეს გამო და ეხლა უნდა დავწეროთ განცხადება და გავიგებთ პასუხს, როდის იქნება ჩემი გამოცდები, ინდივიდუალურად მომიწევს გამოცდების ჩაბარება. წავედით. ესე დადა განცხადებას, რომ ას გამომიგზავნე ამ სამოვარდნიზე. არ არის პრობლემა, მიყავდა რომელიმე სესიაზე მოგიწევს ერთ დღეს როგორი გამოცდის ჩაბარება. გამოცდების პერიოდი დამემთხვა ზუსტად, ანუ გადაბარებების უბრალოდ გამოცდების პერიოდში გავაჩინე თებერვალში ბავშვი. ძალიან ნერვიულობდი, ძალიან, მე ნელ-ნელა შევეჩვიე. აი, მე მგონი მე ვიპოვნე. ახლა ჭკვიანი ხარ? რა, აჩა. მე მგონი ვიპოვნე. სტუდენტი ვიყავი 2 წელი. 2 წლის მანძილზე და შემდეგ მომიწია აკადემიური საყრება. ბავშვის გამო. იატიოვანია. იმღერე შენ.
ქალს არ უნდა უწევდეს არჩევანის გაკეთება შვილსა და სწავლას შორის. უნდა ჰქონდეს საშუალება ოჯახმაც უნდა შეუწყოს ხელი და უნივერსიტეტმაც რომ თუ აქვს სურვილი ჰყავდეს ბავშვიც და თუ აქვს სურვილი პარალელურად ისწავლოს კიდეც. მე ამ შემთხვევაში გამიმართლა, რადგან პირველ რიგში ორსულობის პერიოდში უნივერსიტეტიდან მქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა ლექტორების მხრიდან. არ მიფიქრი აკადემიურის აღებაზე, ნამდვილად, იმიტომ რომ მქონდა ხელშეწყობა ოჯახიდან, მქონდა ხელშეწყობა უნივერსიტეტიდან, ამიტომ არ დამჭირდა აკადემიურის აღება და ვცდილობდი რომ შემეთავსებინა ყველაფერი ერთმანეთთან, ყველა ხელს მიწყობდა, ალბათ დიდი ხელშეწყობით. მოხერხდა ეს ყველაფერი. ზავი, ალბათ ჩემი მეუღლის ძალიან დიდი დახმარებით, იმიტომ რომ მარტო ზანართულიანი ვცდილობ რომ სახლშიც ვიყო, ბავშვსაც მოვარო. გადაწყვეტილი მქონდა 7 წლიდან რომ უნდა ვყოფილიყავი ჟურნალისტი. როგორც 3 წლიდან გადაწყვეტილი მქონდა რომ ცეკვა მომწონდა და უნდა გამختارიყავი მოცეკვავე. თუკი აქამდე მქონდა სურვილი რომ რაღაცისთვის მიმეღწია ცხოვრებაში, დღეს ეს უფრო გამიასმაგდა ეს სურვილი, დღეს ალექსანდრევის ჩემი სტიმული და მინდა რომ ეხა მარტო ჩემთვის კი არა რაღაცას მივაღწიო. ჩემი ოჯახისთვის, ჩემი მეუღლისთვის და პირველ რიგში ალექსანდრესთვის. დღეს მე და ალექსანდრე მოვედით უნივერსიტეტში. ალექსანდრე პირველად იყო აქ, არავინ არ იყო სახშო დამეტოვებული, ამიტომ ვცდილობდი გავხდე და თან წავიყვანა ბავშვი და ჩვენმა უნივერსიტეტმა და უნივერსიტეტის კანცლერმა გამიკეთა ესეთი სურპრიზი. ძეძერა შეყვარილია. მადლობა. დაგვარიყა? ხიჯაკაძე. აგერ ახლა აუდიტორიაში ვყავს და განსვიფრებული ვარ. სიურპრიზს უნდა უპასუხო, სიურპრიზი. ვისურვებდი რომ ყველა უნივერსიტეტმა, ლექტორებმაც ასევე ხელი შეუწყონ ორსულებს, ასევე სტუდენტ დედებს, რათა მათ მოახერხონ სწავლის გაგრძელებაც და მოახერხონ გარკვეული დრო დაუთმონ თავის ბავშვებს. წელი ხდება 9 თებერვალს და მეორე წელია მაგის დაბადების დღეზე უკრაინაში ვხდები, ხო, კაი. ძალიან მაგარი დედა ვარ რა.